ადამიანების დაახლოებით 10%-ს აქვს ზრდასრულების და 100-ში 65-ით თითქმის ყოველ მესამე ადამიანს აქვს მნიშვნელოვანი სმენის დაქვეითება. ხშირ შემთხვევაში ძნელია თავიდან შემჩნევა, რადგან წლების განმავლობაში ნელ-ნელა ქვეითდება სმენა და რა არის ყველაზე მთავარი ნიშნები სმენის დაქვეითების? პირველი არის, რომ ხმაურიან გარემოში ნელ-ნელა ადამიანი რთულად იწყებს გაგებას მოსმენის და ამბობს, რომ სადაც ხმაურია და რო საუბრობენ არ მესმის. მეორე ყველაზე მთავარი ნიშანი არის და ადრეული ყურებში ხმაური ეწყება ადამიანს მაღალი ალბათობით მიუთითებს, რომ მომავალში სმენა დაუქვეითდება, დააკლდება, რადგან ყურებში ხმაური არის სმენის მთავარი აღმთქმელი უჯრედები, რაც არის მათი დაზიანების ნიშანია და იმის ნიშანია, რომ სმენა დააკლდება, მიუხედავად იმისა, ამ მომენტში სმენის დაქვეითება აქვს თუ არა. და მესამე მნიშვნელოვანი ნიშანი არის, როცა რაღაც გესმის და ვერ ხვდები საიდან გესმის. მეოთხე მთავარი ნიშანი არის, როცა მგრძნობელობა გეზრდება ხმაურის მიმართ, რომ ვთქვათ ასე არიყავი, მაგრამ ახლა ამ ხმაურს ვეღარ უძლებ.